სამშვიდობისა თქვენ უყურებთ ქრონიკას 9-ის ნახევარზე სტუდიაში ნინო კაპანიძე მუშაობს. რუსთავის საკრებულოს მიერ 21 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას რუსთავის საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოყვა. სხვადასხვა ორგანიზაციებსა და რუსთავის მერიაში განცხადებები გაკეთდა. პროფკავშირების საკრებულოს 146 მძღოლის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ და პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ. პროფკავშირების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეთანხმება ქართული ოცნებაც. თავის მხრივ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ინტერტრანსმა და იმისთვის, რომ მძღოლებს სამსახური შეუნარჩუნდეს, დაკისრებულ მოვალეობაზე უარი თავად უეთქვეს. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თუ პოლიტიკურად მართული პროცესი. 23 მაისის ქრონიკა სოფო ცერცვაძის სიუჟეტში. რუსთავის საკრებულოს მიერ 21 მაისს მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც კონკურსში გამარჯვებულ კომპანია ინტერტრანს საკონკურსო პირობების შესრულების ვადა 2 წლით უხანგრძლივდებოდა, 22 მაისს იმავე საკრებულოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი. საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ბრიფინგით გამოეხმაურა. ლავრენტი ალანიას განცხადებით, პროცესი პოლიტიკურადაა მართული, რომელიც მიზნად მძღოლების დაზარალებას ისახავს. ალანია პროცესს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მართულს უწოდებს, რომელშიც მონაწილეობას მისი თქმით რუსთავის საკრებულოს ნაციონალი დეპუტატები იღებენ. ლავრენტი ალანიას განცხადებით, წინა საარჩევნო პერიოდში ქალაქში არეულობა სწორედ ნაციონალურ მოძრაობას აწყობს და ამისთვის ისინი რუსთაველ მძღოლებს იყენებენ. ნაციონალურ მოძრაობამ წინა საარჩევნოდ ისევ დაიწყო შეტევა მძღოლებზე, მძღოლების ოჯახებზე და გააკეთა ის სიბინძურე, რაც გუშინ მიიღო გადაწყვეტილება ხაზების მეპატრონებთან ერთად, ანუ ეგრეთ წოდებული უკანმდგომი ადამიანები, ზაზა იმედაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, კახა გურგენიძე. ეს ის პიროვნებები არიან, მანამდე თავს იკავებდა პროფკავშირი ამ დასახელებაზე 20 წლის განმავლობაში, რომ ამ ბიზნესს აკონტროლებდნენ. მიღებული გადაწყვეტილება 21-ში 2 წელი გადავადება, რომელზეც იმუშავა გადამზიდვა ლიგამ თავის ექსპერტებთან ერთად პროფკავშირებმა ეს დოკუმენტები აქ არის ყველაფერი, სადაც ვითხოვდით, რომ 2 წელი მერი არ შეხებოდა საერთოდ ამ თეთრ მიკროავტობუსზე მუშაობენ მძღოლებს. ეს მიღებული იყო ეს გადაწყვეტილება 21 მაისს და გუშინ უკანონოდ მშობლებაში მყოფმა გურგენიძემ გადაწყვეტილება მიიღო, გამოვიდა ვითომ მშობლებიდან, რომელიც უფლება არ ჰქონდა, გამოვიდა და ჩაატარა სხდომა. ბრიფინგის პარალელურად მერიის წინ მიკროავტობუსების მძღოლებმა და სამარშრუტო ხაზის მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლების მოთხოვნა დღესაც უცვლელი იყო, ისინი მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გაუქმებას ითხოვენ. იმ ფონზე, როდესაც საკრებულომ გამოიტანა დადგენილება, რომ ტენდერი ჩაშლილია, რომელიც გურგენიძეს მიერ ხელის მოწერით არის დადასტურებული, ამ შემთხვევაში ქალაქის მერი აკეთებს იმ განცხადებას, რომ ესე იგი კიდევ უნდა რომ 2 წელი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააგრძელოს. აი ეს ხარხი არის ზუსტად ამიტომ შეკრებილები, მაგიტომ ვართ, რომ ჩვენ ეს არ გვინდა. საკრებულოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ქართული ოცნების წევრებმა და მხარდამჭერებმა მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს. ისინი მერიის წინ შეიკრიბნენ და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. რატომ აურიეს ისევ დაწყნარებული სიტუაცია და რატომ გადაწყვიტეს ამ მძღოლების საქმე ასე? აი ეს ამას ვითხოვთ ჩვენ. რატომ? ვინ აურია და ვინ გადაწყვეტა? ნაციონალურმა მოძრაობამ. აწყობდათ მათ ეგ საარჩევნო კამპანიისთვის გამოეყენებინათ კიდევ ერთი რაღაცა ვითომ ძალად შექმნილია, ძალად ყურით მოთრეული რაღაც საკითხია. საკრებულოს ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, საკამათო საკითხი იყო მხოლოდ გონივრული ვადით ჩაგვეწერა გადაწევა საკითხის 2 წლით, შემდეგ გადავწყვიტეთ 2 წლით გადაწეულიყო და მე რაც მოხდა თქვენ კარგად ნახეთ. მეორე დღეს შეიკრიბნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და ეს გადაწყვეტილება გააუქმეს. ზეწოლა მათ მოახდინეს თავიანთ წევრებს. შექმნილ სიტუაციას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლეილა აფციაურიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით 21 მაისს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ინტერტრანსისთვის საკონკურსო პირობების შესრულების ვადის 2 წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, კანონიერად იქნა მიღებული. სხდომას ის თავადაც ესწრებოდა. ამის შესახებ აფციაურმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისივე განმარტებით სხდომის ჩატარების შესახებ, სადაც ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, აფციაური ინფორმირებული არ იყო. საკითხი, რომელიც შემოიტანა მერიანდო, ეს ეხებოდა ზუსტად იმ წესის შეცვლის საკითხს. იქ იყო ძალიან
ზუსტად ამ 156 ადამიანის ბედზე გათვლილი დადგენილება. ფორს-მაჟორი იყო, ძალიან სასწრაფოდ იყო ამ წესის შეცვლის განკარგულება მისაღები. 13 ადამიანმა მოაწერა სხდომის დასწრებას ხელი. აქედან იყო ადამიანები, ვინც რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ამ გადაწყვეტილებას, ზოგი იყო, რომელიც ორჭოფობაში იყო, მაგრამ 9-ით ეს დადგენილება მიღებული იქნა. ეს იყო სწრაფად შემოვლის წესით გაკეთებული. თქვენ შეგიძლიათ გაესაუბროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დადგენილებას ხელი მოაწერა, მაგრამ გუშინ რაც მოხდა, თქვენ ძალიან კარგად იცით. განცხადებები დღეს ინტერტრანშიც გაკეთდა კომპანიის დირექტორის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულობ გუშინ გააუქმა და ძალაში არ მიიღო, მძღოლებს საშუალებას აძლევდა საკუთარი მიკროავტობუსებით კომპანიაში დასაქმებულიყვნენ. მამუკა მუმლაძის განცხადებით გამომდინარე აქედან კომპანია მძღოლების ინტერესების გათვალისწინებით დღეს კიდევ ერთ დათმობაზე წავიდა, რომლის მიხედვითაც ინტერტრანსი საკონკურსო პირობებს გამიზნულად არ შეასრულებს, რის გამოც კომპანიას ჯარიმა დაეკისრება. მუმლაძის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ იმ მძღოლებს, რომლებსაც ევროსტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები ჰყავთ, მიეცეთ საშუალება საკუთარი ტრანსპორტით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე იმუშაონ. მუმლაძის თქმით, კომპანია თანახმაა, რომ იზარალოს და დატოვოს ეს ადამიანები თავიანთ სამუშაო ადგილებზე. ინტერტრანსის წარმომადგენელის განცხადებით, ამით მძღოლებს ეძლევათ საშუალება გაისტუმრონ ის ვალები, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად ბანკიდან აქვთ აღებული. კომპანია წავიდა კიდევ ერთ დათმობაზე. კომპანიამ შეიტანა მერიაში განცხადება, რომელი განცხადებითაც გაანგებ, მიზანმიმართულად ვამბობთ, რომ ვერ შევასრულეთ საკონკურსო პირობები. ეს გაკეთა იმის გამო, რომ მიეცეთ საშუალება იმ მძღოლებს, ვინც დღეს მუშაობენ და არ მიეცათ საშუალება აქამდე რომ ემუშავათ, მოქცეულიყო კანონის შარშოში. ამ ჩვენი გადაწყვეტილებით კომპანია დაჯარიმდება, რომელიც ჯარიმასაც გადაიხდის იმის გამო, რომ ის მანქანები, რომლებიც არიან საუკეთესო კრედიტებით აქვს ნაყიდი, იმუშაონ ბაზარზე. იმდენ ხანს, რამდენხანაც მათ უნდათ. არ დამდგარა შესრულების ვადა და ამიტომ წინსწრებით მე განცხადებას ვერ გავაკეთებ თუ რაოდენობით უნდა დაჯარიმდეს. არის შესაბამისი კომპეტენტური სამსახური, რომელიც განსაზღვრავს ამ გადაწყვეტილებას და შესაბამისი სანქციები იქნება მიღებული თუ ვერ შეასრულებენ საკონკურსო პირობებს. როგორც შეთვის ცნობილი ხდება, განცხადება შემოიტანეს და ისინი მიდიან სანქციებზე. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხა დაეკისრება ჯარიმის სახით კომპანია საკონკურსო პირობების შეუსრულებლობის გამო. ასევე უცნობი რჩება მიიღებენ თუ არა კომპანიის შეთავაზებას ის მძღოლები, რომლებსაც ინტერტრანსი კომპანიაში საკუთარი მიკროავტობუსებით დასაქმებას თავაზობს. საკრებულოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა. მღებრიშვილის განცხადებით, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ მიაღწია გარკვეულ შეთანხმებას მძღოლებთან, ხოლო საკრებულოს გუშინდელი გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ანულირებული იქნა ის შედეგი, რომელიც ამ დრომდე მიღწეულად ითვლებოდა. გუბერნატორი გუშინ და დღეს განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურად მართულს უწოდებს. ჩვენ არაერთხელ მივანიშნებდით იმაზე, რომ ეს იყო პოლიტიკურად მართული პროცესი, რასაც ფაქტიურად ფარდა ეხადა გუშინ და დადასტურდა. მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული მოლაპარაკებები ვაწარმოებთ მძღოლებთან, რომლებთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას. ეს უკვე უნდა გადაგვეტანა ბრიუსელზე, რაც ფაქტიურად რუსთავის საკრებულომ უგულებელყო და შეიძლება ითქვას პრაქტიკულად უარყო ის ჩვენი შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ მძღოლებთან. მე წუხვარ რუსთავის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რადგანაც მე მინდა გითხრათ, რომ ეს მოლაპარაკებები საკმაოდ მძიმე ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა, ისეთ ფონზე, რომელიც ფაქტიურად მთელ საქართველოს მოედო, შეწუხდა ბატონი პრემიერის, რომელიც თვითონ პირადად ჩამოგზავნდა რუსთავში და დაინტერესდა ამ პრობლემით. გასცა დავალება, რომ უმოკლეს ვადაში ყოფილიყო მოგვარებული ეს პრობლემა, მაგრამ პრობლემა მინდა გითხრათ, რომ გადაიჭრა, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის პოლიტიკურ სიფრთხეში გადატანილი პოლიტიკურ ჭრილში, რაზეც მე ახლა ვრცელ კომენტარს აღარ გავაკეთებ.
146 რუსთაველ მძღოლს რუსთავი თბილისის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობა კუთვნილი მიკროავტობუსით შეეძლებათ. აღნიშნული შესახებ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიამ განაცხადა. მისი განმარტებით აღნიშნული შეთანხმება კოალიციის წარმომადგენლებს 10-ვე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატებსა და კომპანია ინტერტრანს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული. კომპანიასა და დასაქმების მსურველ მძღოლებს შორის თანამშრომლობის კონკრეტული პირობების შესახებ ინფორმაცია დაინტერესებული მხარეებისთვის ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. და გამცნოთ დღევანდელი დღე მინდა ვთქვა რომ დასრულდა მძღოლების გამარჯვებით. ამ გამარჯვებას მძღოლები ხვალიდან სეგიდან იზეიმებენ და ერთ დღეს უახლოს დღეებში 3 დღეში საერთო შეკრება მძღოლების გაიმართება, სადაც დღეს ასასიტყვის მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქ რუსთავის ქართული ოცნების რა პირობასაც დადებენ, აი ამას გადავცემთ ამ დღეებში ყველა მძღოლს. 3 დღეში ჩატარდება საერთო შეკრება ქალაქ რუსთავში, რუსთავ-თბილისის მარშრუტზე დასაქმებული ყველა მსურველი მძღოლის. მსურველს უძღვამ ხაზს, იმიტომ რომ ნაციონალ მოძრაობამ აიძულა 7 აპრილს გაეკეთებინა განცხადება, რომ მათ მუშაობა არ უნდათ. ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი, მაგრამ ინტერნეტმა გადაწყვიტა, რომ ყველა მძღოლისთვის ისევ კარი გააღოს. დღეს რაც მოხდა, რომ მინდა რუსთაველებს ვამცნო, რომ რუსთავის მოსახლეობა დადგა მძღოლების დასაცავად. რუსთავის მოსახლეობამ გადააწყვეტინა ინტერტრანს მიეღო ის უპირატესო გადაწყვეტილება, რაც არის უარი თქვა. დაძრულ მანქანებზე დააბრუნა უკან თბილისი და მიაბრუნა უკან და მისცა საშუალება 146 მძღოლს თავისი მანქანით იმუშაოს ქალაქ რუსთავის და თბილისის შორის მარშრუტზე. მადლობა მინდა ინტერტრანს უთხრა, მადლობა მინდა უთხრა რუსთავის მოსახლეობას, მადლობა მინდა უთხრა იმ ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს, ვინც დღეს ბოლომდე იდგა მძღოლების ინტერესების დასაცავად. სოლიდარობა ჩვენგან მძღოლებს. მე გახლავართ ქართული ოცნების მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი. დღეს ჩვენ გქონდა შეხვედრა ამ კომპანიის ხელმძღვანელობისაგან, რომლისგანაც მივიღეთ გარანტიები, რომელიც გადაწყდა მძღოლების სასარგებლოდ. 3 დღეში ჩვენ ერთად იმ პირობებს, რომელსაც გვპირდება კომპანია, აუცილებლად გავაცნობთ მძღოლებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის მათთვის სასარგებლო და მე ვფიქრობ, რომ აქ არავინ არ იქნება წინა. რუსთავის საკრებულოს აპარატის უფროსი მაია დოლიძე დაკითხვაზე იმყოფებოდა. პოლიციის განყოფილებაში მას სამართალ დამცვები 2 საათის განმავლობაში იკითხავდნენ. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა დოლიძის ადვოკატმა განაცხადა, გამოძიებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი დოლიძის მიმართ კითხვები მერის აპარატის თანამშრომლის ნათია შელეგიას საჩივარიდან გამომდინარე ჰქონდათ. საჩივარის მიხედვით მაია დოლიძემ გადამზიდავებთან დაკავშირებული ბრძანება გაიტაცა. დოლიძის ადვოკატი ფაქტს მიზან მიმართულ ცილისწამებად აფასებს და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მაია დოლიძე კენჭს სიყრის ნაციონალური მოძრაობის სიით. რაც შეეხება დოლიძეს, ის ფაქტს იაფასიან ცილისწამებას უწოდებს. დღესვე პოლიციის შენობასთან კომენტარი გამოძიებლის განმარტებით შემოვიდა შეტყობინება ქალაქ რუსთავის მერიის აპარატის სპეციალისტის ვინმე ნათია შელეგიას, რომ თურმე მას რუსთავის საკრებულოს აპარატის უფროსმა ქალბატონმა მაია დოლიძემ გამოსტაცა რაღაც დოკუმენტი. ეს რაღაც დოკუმენტი არის რუსთავის მერიის ბრძანების პროექტი. მინდა ხაზზე გავუსვა და გაუკვირველი მიმართულებით წავიდაო. თუმცა გამოძიებაც დარწმუნდა ეხლა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია, ეს იყო მიზან მიმართული ცილისწამება ქალბატონი მაიას მიმართ, ვინაიდან იგი როგორც თქვენთვის ცნობილია, კენჭს სიყრის ნაციონალური მოძრაობის სიით რუსთავში. შესაბამისად სასაცილო და აბსურდული იყო ესეთი ფაქტის იგივე, რომ გამოძიება იბარებს დღეს პარტიული ნიშნით ადამიანებს. ეს იყო როგორი რაღაცა, იცით, აი იაფასიანი რაღაცა ტყვილი, რომელიც აი აბსოლუტურად რა უბრალოდ ცილისწამება არის, რომ მე იცით რომ ვარ კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან და ალბათ ამის გამო გააკეთებინეს ამ საწალ გოგოს რა მეტი არაფერი. ერთ-ერთი თანამშრომელია მერის ადმინისტრაციის. აბსოლუტურად უსაფუძვლო და რაღაცა რაც იაფასიანი რაღაცა რა. პროცედურა ითვალისწინებს, რომ როდესაც დგება სხდომის დღის წესრიგი,
ხდება დამსწრეთა ხმების ესე ვთქვათ ხელმოწერა, რომ შეიკრიბა თუ არა ქორუმი და კონკრეტული დეპუტატები ჩვენ არ ყოფილვართ, უმრავლესობა ჩვენ კამპანიაში ვართ ჩართული, ვისაც დაურეკეს და მივიდა, ის ადამიანები ამბობენ და მათი განცხადებებიც არსებობს სამის თაობაზე, რომ ეს ხელმოწერის შემდეგ სხდომა აღარ გამართულა, კენჭისყრა არ გამართულა და მსჯელობა კონკრეტულ საკითხს. აი ამაზე არის საუბარი. მაგრამ გუშინ თქვენ ნახეთ, რომ სხდომა გაიმართა, ღია იყო ეს სხდომა, გადაიღო ტელევიზიამ და იქ მოხდა კენჭისყრა. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი დავით ჯიქია ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად მესხიშვილის ქუჩის მოსახლეობა შეხვდა. დავით ჯიქიასთან საუბრისას ადგილობრივებმა ყურადღება ეზოს კეთილმოწყობის საჭიროებებზე გაამახვილეს. მერობის კანდიდატმა საარჩევნო პრიორიტეტების გაცნობის შემდეგ მოსახლეობას განუმარტა, რომ ყველა პრიორიტეტული საკითხი მასთან შეთანხმების საფუძველზე დაიგეგმება, რის შემდეგაც რეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ჯიქიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ქალაქში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება. ჩვენი პრიორიტეტი რაც არის ერთ-ერთ შემთხვევა ზოგადად მოსახლეობის ინტერესებს და მაცურვილებს. აქედან გამომდინარე წინა საარჩევნო პერიოდში დაგეგმვა იმ გეგმების არასდროს 4 წლის განმავლობაში თვითმმართველობა გააკეთებს ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საკმაოდ კარგად გვაქვს დაგეგმილი, ნორმალურად ჩამოყალიბებული და ეჭვს არ მეპარება რომ გავიმარჯვებ და აუცილებლად ის გეგმები რაც არის დადგენილი აუცილებლად შესრულდება. მოსახლეობასთან მქონდა საუბარი, არის რაღაცა მცირეოდენი პრობლემები, რომლის გადაჭრა საკმაოდ მარტივია და დროის მომენტს მოითხოვს უბრალოდ და ჩვეულებრივად გადაუჭრება ეს პრობლემები გადაიჭრება ჩვეულებრივად. როცა წვიმა არის და ცუდი ამინდია, ჩვენ ეზოში ძალიან ცივი სიტუაციაა და შეგვიძლია გამოვასწორებთო. სანიაღრე გზები არის მოსაწესრიგებელი და სხვა ესეთი პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. ბავშვების გასართობს მოვითხოვ კიდე აუცილებლად, რომ ბავშვებს გასართობი გაუკეთოთ. კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი ბალანჩივაძის ქუჩის მოსახლეობასაც შეხვდა. დავით ჯიქიამ ადგილობრივებს წინა საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ პირადად ადგილობრივებისგან მოისმინა. ჯიქიამ მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა აბაშიძე წარუდგინა. როგორც რუსთავის მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში ქალაქის ხელმძღვანელი პირების საქმიანობას რუსთაველების ინტერესების გათვალისწინებით განახორციელებენ. ჩვენი მომავალი თანამშრომლობაც უკვე გაწერილი გვაქვს ფაქტიურად, ეს ხდება მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და ერთად გადავწყვიტავთ მომავალში რუსთავის პრობლემებს. გაიწერება გრაფიკი, ამ გრაფიკს მივყვებით და ეს წოდინება ჩვენ სამომრჩევლებს, როდის რას გავაკეთებთ. და ეს გაკეთება შეიძლება უფრო მოგვიანებით. პრობლემები მართლა ნამდვილად ბევრი არის. მაგრამ უბანში ჯერ პატარებისთვის რა რაღაცები გაკეთდეს იმისთვის რომ შეგვირდა რომ გადაიხადოს რაღაც პროექტები ამზადებენ და იმას გადახედავენ და მოაწყობენ. მოლოდინი მართლა დიდი არის, იმედია ბევრად მეტი გაკეთდება. კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით მაღლაკელიძე მესხიშვილის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე დავით მაღლაკელიძეს ადგილობრივებმა უბანში არსებული პრობლემების მოგვარებას თხოვეს. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, მოსახლეობა შიდა ეზოების კეთილმოწყობა და უბანში არსებული გაუმართავი გზის მოწესრიგება სურს. ადგილობრივებს გამარჯვების შემთხვევაში მაღლაკელიძე ყველა პრობლემების მოგვარებას დაპირდა. მოსახლეობის გულისწყრომა იწვევს ის, რომ ასფალტის საფარები რაც არის დაგებული, ხო? არასტანდარტულად არის თავის ძოზე 1 წლის წინ, 2 წლის წინ დაგებული, ხო? და წვიმის შემთხვევაში და იმ შემთხვევაში პრაქტიკულად გაუვალი მდგომარეობა ხდება ისე, ხო? ამას ყველაფერს ხელახლა ჭირდება შეკეთება, გაკეთება, ხო? ახალი საკრებულოს პირობებში, ახალი ქალაქის მერის არჩევის შემთხვევაში ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი ჩვენი მერობის მომავალ კანდიდატთან, ბატონ დავით ჯიქიასთან, ხო, დანარჩენ მაჟორიტარებთან, მაჟორიტარობის კანდიდატებთან, ხო? და ჩვენ ვცნობ მე უკვე აშკარად, რომ ამ საკითხების ხელახლა გადაწყვეტა, ხელახლა გაკეთება დაგჭირდება. პრობლემებია. ეზოში გვინდა დასასვენებელი სკვერი, საბავშვო ატრაქციონებით. აი ბუგაროკები გვინდა, ეკით ვითხოვთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის. აქ ასფალტი სანახევროდ არის დაგებული. აი ეს გვინდა ვითხოვთ, რომ დააგონ და დაამთავრონ ის ასფალტი.
კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რობიზონ ლომიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მესამე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა წინა საარჩევნო პრიორიტეტები ამჯერად კოსტავას გამზირის და ნიკოლაძის ქუჩის მაცხოვრებლებს გააცნო. ეზოს კეთილმოწყობა, საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა და შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება. ეს ის საკითხებია, რომლის მოგვარებასაც კანდიდატი ადგილობრივებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირდება. რუსთავში რომლებიც აშენდა 48 წლიდან დაწყებული, ყველგან ერთი და იგივე პრობლემა არის. რა თქმა უნდა, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მომავალ საკრებულოს, ეს მე ვიქნები თუ სხვა ეს არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, დიდი ძალისხმევა, რომ სათანადო თანხები იქნეს მოზიდული ბიუჯეტიდან, რომ ამ პრობლემებს ნაწილობრივ მაინც მოხდეს ამ პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრა. მე დარწმუნებული ვარ. ბატონი რობიზონი თუ მოხდება საკრებულოში და იმაშიდაც დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება, ის აუცილებლად გააკეთებს იმ საქმეს, რაც რუსთავს ეკადრება. იმიტომ რუსთავში ფაქტობრივად ნახევარი ცხოვრებაზე მეტი აქ აქვს გატარებული, მისი ოჯახიც აქ ცხოვრობს. და რაც მთავარია, ჩვენ მეტალურგებს გვიამაყება, რომ ბოლოს და ბოლოს ამდენი წლის შემდეგ ჩვენი კანდიდატი საკრებულოში მოხდება. სოციალური პრობლემების მოგვარება და ინფრასტრუქტურული საკითხები იყო ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის მამუკა ჩიქოვანის დღეს გამართული შეხვედრის მთავარი თემა. მე-16 მიკრორაიონში შეკრებილ მოსახლეობას ჩიქოვანმა წინა საარჩევნო პრიორიტეტები მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატ კახა გურგენიძესთან ერთად გააცნო. მისი თქმით, რუსთავის განვითარების პროცესი აქტიურ რეჟიმში უნდა დაიწყოს. 15 ივნისის შემდეგ კი საკუთარ გუნდთან ერთად სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყება, რომელიც რუსთაველების ინტერესების გათვალისწინებითაა შედგენილი. ყველაფერი უკან მიდის, უმუშევრობა მატურობს, თითოეული ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმდება, კლანური მმართველობა უკვე მძვირნვარებს და ფესვებს იდგავს და ესა რა ქვია, ინფრასტრუქტურული პროექტები პრაქტიკულად ქალაქი გააჩენეს, გაჩერებული არის ქალაქი და ეხლა ჭირდება, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს არჩევნები და მე ერთ რამეს პირდები ამ ხალხს და პირდები და სიტყვას ვაძლევ, რომ რუსთავი აუცილებლად გამოცოცხლა, რუსთავი აუცილებლად ამუშავდება და რუსთავი იქნება ერთ-ერთი სასიამოვნო საცხოვრებელი ქალაქი, მოწყობილი ქალაქი. ეს ბინა ძალიან ნაცნობია ჩემთვის და მინდა ვთქვა უბრალოდ რომ ამ ბინაში ცხოვრობს ძალიან თბილი და ჩემთვის ახლობელი ადამიანები, საერთოდ ეზო არის ძალიან ახლობელი ჩემთვის. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს განხორციელებული თავად ბინაში მიმდებარე ტერიტორიაზე. მე ძალიან კარგად მახსენდება, როდესაც წინა არჩევნების პერიოდში მოსახლეობა დაჟინებით ითხოვდა, რომ არჩევნებამდე გაკეთებულიყო აი აქ გზა. მაგრამ მაშინ ჩემი პირადი თხოვნა იყო მათ მიმართ, რომ ძალიან გთხოვთ, ნუ მომცემთ ხმას ამის გამო, გზის დაგების გამო, ვინაიდან ეს გზა არჩევნებამდე ვერ დაიგება, მაგრამ მათ თავად დაინახეს, რომ არჩევნების მერე დაიგო ეს გზა, ეს უბრალოდ მაგალითისთვის და მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს უკვე გაკეთებულს, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა ცოტა. გაცილებით მეტია გასაკეთებელი პრობლემები არასდროს არ ილევა და ჩვენ სწორედ მოსულები ვართ, რომ მომავალში გავიხედოთ და არა გუშინდელ დღეზე ვისაუბროთ, ჩვენ მომავალში გაცილებით მეტ პროექტს განვახორციელებთ. რასაც დაგვირდა ყველაფერი შეგვისრულა, ანუ რაც გაკეთდა ჩვენი ბინისთვის, ბინები დაგვიკარონა, გაზი შემოგვიყვანა, ეზო გაგვიკეთა, გზა გაგვიკეთა, ყველაფერი ბატონმა კახა გურგენიძემ გავიკეთა მამუკა ჩიქოვანის დროს. ჭადრაკში ქვემო ქართლის მეოთხე აბსოლუტური ჩემპიონატი დაიწყო ტურნირს რუსთავი მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას 40 მოჭადრაკე იღებს. შეჯიბრით 9 ტურად ჩატარდება, გამარჯვებული კი 28 მაისს გამოვლინდება. ტურნირის გახსნას დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი და ამავე პარტიის ნომერ 3 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ბარათაშვილი დაესწრნენ. გამარჯვების შემთხვევაში მამუკა ჩიქოვანი მოჭადრაკეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჭადრაკის სასახლის აშენებას დაპირდა. რამოდენიმე დიდოსტატი გაიზარდა რუსთავში. ეს არის ინტელექტუალური რესურსი, ეს არის დიდი განძი ქალაქისათვის. იყო დაშვებული შეცდომები, რომ
რაღაც განსაკუთრებული ყურადღება არ მიექცა ამ სახეობას და მოჭადრაკეებს განსაკუთრებით. მე ვფიქრობ, რომ ეხლა დროა რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ და ვფიქრობ, რომ აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ რუსთავში იყოს ჭადრაკის სასახლე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი არჩევნები ახლა სულ მალე დამთავრდება და იმის შემდეგ მოგვეცემა საშუალება, რომ სულ მალე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ქალაქში ამ ადამიანებს უნიჭიერეს ადამიანებს ჰქონდეთ ჭადრაკის სასახლე. მე მინდა რომ მიულოცოთ მთლიანად ქალაქს, რომ ასეთი ჩემპიონატი ტარდება. მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც უკვე იმდენად ხშირი არის ის შეჯიბრებები, რომლებიც უნდა ჩატარდეს, რომ ალბათ ძალიან ხშირად ხვდებით ერთმანეთს და ეს ზუსტად რუსთავის ჭადრაკის წარმატებაზე მეტყველებს. ეს არის ქვემო ქართლის მეოთხე ჩემპიონატი, როგორც იცით, ჩარშან ამ დროს ჩატარდა ქვემო ქართლის მესამე ჩემპიონატი. ფაქტიურად ქვემო ქართლის მესამე ჩემპიონატით დავიწყეთ რუსთავში ქვემო ქართლის ჭადრაკის ფედერაციის აღორძინება. დარეგისტრირდა სულ 40-მდე მოჭადრაკე. ტურნირი ჩატარდება 9 ტურად, დამთავრდება 28 მაისს, იქნება დახურვა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავის მერობის კანდიდატმა ეროს სიკიძმარიშვილმა პირველი შეხვედრა აზოტის თანამშრომლებთან გამართა. შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საკუთარ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებთან ერთად მაჟორიტარობის კანდიდატები გაცნო. როგორც ეროს სიკიძმარიშვილმა განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში მისი მთავარი მიმართულება ინვესტიციების მოზიდვა, პენსიების გაზრდა და სამუშაო ადგილების გაორმაგება იქნება. მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მაჟორიტარებთან ერთად ხვალიდან დაიწყებს. ტარების წარდგენაზე მე ვფიქრობ, რომ მაჟორიტარს უნდა მისცეთ ხმა უბნებში და ვისაც უნდა მისცეთ ხმა იმის ჩვენ უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული მხოლოდ რუსთავთან. აი ეს არის მთავარი სათქმელი და ამ შემთხვევაში მე როგორც მომავალი მერი წარმატების მთავარ ფორმულად გთავაზობთ ინვესტიციების მოზიდვას, ეს იქნება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი, გთავაზობთ სამუშაო ადგილების გაორმაგებას, გულისხმობ კომერციულ ბიზნეს სამუშაო ადგილებს 10,000-ით გაზრდას, გთავაზობთ ორჯერ პენსიების გაზრდას და გთავაზობთ იმას, რომ რუსთავის ცხოვრების დონე პირველი 3 წლის განმავლობაში დაიწყებს დაწევას თბილისზე. ეს არ არის რუსთავის, ესე ვთქვათ, მთავარი გასაჩერებელი ადგილი. იმის ზემოთა ჩვენ შეგვეძლება გავაგრძელოთ მოძრაობა და რუსთავი უნდა გადაიქცეს ცხოვრების დონით, წარმატებულობით საქართველოს ნომერ 1 ქალაქად. მოვდივართ იმისთვის, რომ გვიყვარს ეს ქალაქი, შრომობდით ამ ქალაქში წლები, აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და მინდა რომ ამ ქალაქს რაღაცა მოუტანოთ ჩვენი პოტენციალი, ჩვენი შესაძლებლობა, ჩვენი უნარი დავახარჯოთ ამ ქალაქის აღორძინებას. თავარი არის სიყვარული ერთადერთი რაც არის, უნდა გიყვარდეს ქალაქი შენი, სადაც ცხოვრობ, სადაც ხარ. მეტი არაფერი და პატარა ცოტა კიდევ მონდომებასაც თუ დაუმატებ, მეტი არ ჭირდება ამ ქალაქს, ყველაფერი იქნება ძალიან კარგი. ქართული ოცნების რიგები დღეს ოფიციალურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის 30-მა წარმომადგენელმა დატოვა. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა ელგრუს მამედოვმა განაცხადა, პარტიიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და აზერბაიჯანელი მოსახლეობის კოალიციასთან იდეების შეუთავსებლობა იყო. მისივე თქმით, ქართული ოცნებიდან წამოსული წევრები პარტია ჩვენ საქართველოს ეროს სიკიძმარიშვილის ჩვენ რუსთავში მაცხოვრებელი აზერბაიჯანელების გარკვეული ნაწილი ვიყავით კოალიცია ქართული ოცნების სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში. ხოლო ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ დავინახეთ სამართლიანობის აღდგენას, სწორ პოლიტიკურ კურსს, ვერ დავინახეთ ის საკადროთ ნორმალურ საკადრო ცვლილებას. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიდა ქალაქში ისეთი ძალა, რომელმაც ჩვენ დაგვარწმუნა, რომ ამ პროგრამამ, რომელიც ჩვენ სრული მხარდაჭერად დაუჭირეთ ბატონი ეროს სიკიძმარიშვილს და სრულიად მხარდაჭერას უცხადებთ და ვერთებით წინა საარჩევნო კამპანიას. ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატი კობა ძლიერიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ძანაშვილთან ერთად მე-19 მიკრორაიონის მე-11 კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა. კობა ძლიერიშვილმა დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა. კოალიციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას ინფორმაცია საარჩევნო პრიორიტეტების შესახებ მიაწოდეს. ქალაქს ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის საშუალება აქვს. საკმაოდ ინტელექტუალური ქალაქი ვართ, ასე რომ ყველაფერი ამას ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნება, ისე და ისე ვიმეორებ, კეთილი ნება, რომ ეს ყველაფერი ასრულდეს. შევჯერდით იმ საკითხზე და იმ თემაზე, რომ ჩვენი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ ეს რაც კი პრობლემები აქვს ყოფითი იქ სტადიონის მოწესრიგება თუ რაღაცა ელემენტარული რაღაცები, ეს ყველაფერი აღმოვიფხრება, ეს ყველაფერი გაკეთება და როგორც წესდარიგია, მათი ცხოვრების რიტმი დაუბრუნდება ნორმალს, როგორც აქამდე იყო.
მათ არ ისეთი რაღაც მოთხოვნები არ ქონდათ, რომ რაც შეუძლებელია და რაც ძნელი იყოს. ეს ყველაფერი რაც მათ მოითხოვეს, ეს არის ყველაფერი უნიშნო. ეს შეიძლება და აქამდე გაკეთებულიყო და მოწესრიგებულიყო. ვისაუბრეთ შემდგომ იმას გეგმებზე, რომ ქალაქის მერის კანდიდატი შეგვირდა, რომ ამუშავებდა საწარმოებს, ხალხს დაასაქმებდა და დიდ დაპირებას თქვა, რომ მე დაპირებები არ მიყვარს, მაგრამ შევეცდები ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს ხელთ იქნება, რაც ჩემს ხელს ეწეფებაო. 21 და 22 მაისს ჩატარებულ საკრებულოს სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს საკრებულოს წევრი და პარტია პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატი ივანე შათერიშვილი ეხმაურება. შათერიშვილი აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ ფარსს უწოდებს. შათერიშვილი 21 მაისის სხდომის ოქმის მიღების დროს არსებული გარემოებების გამოძიების და ოქმის გასაჯარობას ითხოვს. ტრანსპორტის შესახებ მის რწმუნებულის ევანდელი განცხადება ეხება გუშინ ჩატარებულ რუსთავში აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების მიერ პოლიტიკური თუ რა ფარს, მთლიანობაში ფარს. ამაში მოქმედებდა გარკვეული ადამიანები. მათ გვარებით ჩამოთვლაზე მე ამ წუთში არ შევუდგები. მაგრამ ერთ რამეს ვითხოვ. 21 რიცხვში ჩატარებული სხდომის ოქმი ნომერი 224 როგორ მიიღეს ეს ოქმი, როგორ ჩატარდა სხდომა და რა გარემოებაში იყო შექმნილი ეს ოქმი, რომელიც ჩვენ გუშინ საკრებულომ გავაუქმეთ, ბათილად ცამით. აი 21 რიცხვის ოქმის გამოძიება, გამოკვლევა და მოსახლეობისთვის ცნობაა საჭირო. კოალიციის უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი მჭედლიშვილმა მე-16 მიკრორაიონში ყოფილი პროფესიული სასწავლებლის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა მოინახულა. მჭედლიშვილმა მათ წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემებიც მოისმინა. ჩვენ მხარდაჭერას უცხადებთ უკვე მე რამდენი დღეა ამ სოციალურად დაუცველებს. აქ რამოდენიმე ადამიანი შიმშილობს და თქვენ ძალიან კარგად ხედავთ გაუსაძლის პირობებში უწევთ მათ ცხოვრება და საერთოდ არავინ არ აღწევს ყურადღებას. ეს არის საშინელება. ჩვენ მივმართეთ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, საქმის ყურში ჩავაყენებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ბოლომდე ვიდგმებით ამ ხალხთან, რომ ამ შენობას ჩვენ არავის არ დაუწყობთ. თხოვე დახმარება, რომ დამხმარებოდნენ და დამიდგნენ გვერდში. ნამდვილად ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენ ვიდგეთ თქვენს გვერდითო მითხრეს, რომ რაც შეგვეძლება, ყველაფერს გაგიკეთებო. დიდი იმედი მაქვს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთავი მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს, ისევ როგორც ქვეყნის 12 დიდ ქალაქში რუსთავშიც დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილის 12 საათიდან დაიწყება. კონცერტი ანსამბლ ფიროსმანისა და რუსთველის მრავალჟამერით გაიხსნება, რის შემდეგაც რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში ლიტერატურული კომპოზიცია დავით აღმაშენებელი გაიმართება. დაგეგმილია ფესტივალ ეარის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალიც კოსტავოს ქუჩაზე მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, რომლის დამთვალებელს საშუალებაც ნებისმიერ მსურველს შეძლება. გარდა ამისა, კოსტავოს ქუჩაზე მოწყობა მხატვრობისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა კამერული ორკესტრის თანხლებით. საზეიმო კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, მაია ჯაბოა, ირმა სოხაძე, ნინი ბადურაშვილი. 26 მაისის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები ჰიმნით და ფეიერვერკით დასრულდება, რის შემდეგაც მთელი ღამის განმავლობაში ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის ცენტრალურ მოედანზე დიჯეი დაუკრავს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში მასშტაბური ღონისძიებები ტარდება. 12 თვითმმართველ ქალაქში ერთდროულად დაიწყება დღის 12 საათზე კონცერტი, საზეიმო ღონისძიებები. რუსთავში ეს საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში იქნება, მთელი დღე დატვირთული იქნება მერის წინ მდებარე მოედანი. აქ გამოვლენ როგორც რუსთაველი შემსრულებლები, რუსთავის კოლექტივები, ისე მოწვეული სტუმრებიც ძალიან ბევრი გვეყოლებიან. განთავსდება ასევე კოსტავას ქუჩაზე სამხედრო ტექნიკა, შეეძლებათ მოსვლებს მისი დათვალიერება, ფოტოების გადაღება. საღამოს 7 საათზე დაიწყება გალა კონცერტი. ამ გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული შოუ ბიზნესის ცნობილი სახეები, ნოდიკო
ტატიშვილი, სოფო გელოვანი, მაია ჯაბუა, ეკა კვალიაშვილი, თეატრალური კვარტეტი, ნინი ციკლაური, ნინი ბადურაშვილი, ირმა სოხაძე და ასევე რუსთაველი შემსრულებლები. ამ დღესადმი მიძღვნილი რუსთაველი მხატვრების გამოფენა გაიხსნება, ასევე გამოფენენ თავიანთ ნამუშევრებს ახალგაზრდა მხატვრები, იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. მთელი დღე დაუკრავს ორკესტრი. ღონისძიება დამთავრდება მთელ საქართველოში 12 საათზე ფოიერვერკებით. შემდეგ რუსთავში ღონისძიება გაგრძელდება დიჯეის მონაწილეობით და რუსთაველებს ვეპატიჟებით ყველას 26 მაისს ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი დატვირთული დღე იქნება სპორტული ღონისძიებების კუთხითაც ცენტრალურ მოედანზე ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში, აკრობატიკაში და ჭადრაკში გაიმართება. გამარჯვებული სკოლებს შორის ფეხბურთში მიმდინარე ტურნირზეც გამოვლინდება ფინალი ფოლადის დარბაზში, შედგება სპორტული ღონისძიებები კი 12 საათიდან დაიწყება. მრავალფეროვანი პროგრამაა. იქნება შეჯიბრი ტურნირი ჭადრაკში, იქნება სპორტული ტანვარჯიში, აკრობატიკა, სპორტული ცეკვები, სკოლებს შორის შეჯიბრებაში გამარჯვებულები შეერკინებიან ერთმანეთს ფინალურ მატჩში. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა პროექტის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია ფარგლებში რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრეზენტაცია გამართა. პროექტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება დეცენტრალიზაციის რეფორმის მიმდინარეობისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სიახლეების შესახებ. ეს გახლავთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ახალი თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე არჩევნების თაობაზე. ანუ რა შეიცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რა სიახლეებია საარჩევნო კანონმდებლობაში. უკრაინელმა ძალოვანებმა გასული ერთი დღის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 20 შეიარაღებული სეპარატისტი გაანადგურეს. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის ინფორმირების თაობაზე ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელმა Facebook-ზე დაწერა. ვლადისლავ სლილინიოს ინფორმაციით სპეცოპერაციის შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. მისივე თქმით, სეპარატისტები რუსეთის მიერ დაქირავებული ლუგანსკელი მებრძოლები იყვნენ, რომლებიც ქალაქ ანტრაციტში იყვნენ დისლოცირებული. ტაილანდში მომხდარი სამხედრო გადატრიალება მსოფლიო საზოგადოებამ დაგმო. შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მკაცრად გააკრიტიკეს ტაილანდის სამხედრო ხელისუფლების ქმედებები. საკუთარი შეშფოთება გამოთქვა გაერომაც გუშინ. ტაილანდის არმიის ხელმძღვანელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში შეჩერებულია კონსტიტუციის მოქმედება და დროებით მთავრობას უფლებამოსილება შეუჩერდა. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც 6 თვეზე მეტია საპროტესტო აქციები და შეტაკებები მიმდინარეობს, წესრიგის აღდგენაა საჭირო და არმია პოლიტიკური რეფორმების გატარებას უზრუნველყოფს. დიდ ბრიტანეთში და ჰოლანდიაში ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. ოფიციალურად შედეგებს კვირა საღამოს ბრიუსელში მას შემდეგ გამოაცხადებენ, რაც ხმის მიცემის პროცესი ევროკავშირის 28 ქვეყანაში დასრულდება. ხმის მიცემის პროცესი ევროპაში გუშინ დაიწყო და კიდევ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 28 ქვეყნიდან 751 ევროდეპუტატს და 5 წლის ვადით აირჩევენ. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და ქრონიკა 9 ნახევარზე. მე კი შეგახსენებთ, რომ ქრონიკის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გადაცემა თქვენი დრო დაიწყება, რომლის სტუმარიც პარტია ჩვენი საქართველოს რუსთავის მერობის კანდიდატი ეროსი კეძმარიშვილი იქნება. ასე რომ არ გამოტოვოთ გადაცემა, მე კი სამშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.